მაის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში საქართველოში დაწერილი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ხატი ჩაბრძანდება. სიწმინდე ტაძრის წინამძღვრის ინიციატივით სპეციალურად საქართველოში შეიქმნა. წმინდა თამარ მეფის ხატი მიბრძანდება 9 მაისს იერუსალიმში. ეს ხატი საბოლოოდ დაივანებს იქ და დარჩება ჯვრის მონასტერში. ჯვრის მონასტერში არის ბერძენი წინამძღვარი არქიმანდრიტი კლავდიოსი, რომლის თხოვნითაც დაიწერა ეს ხატი აქ საქართველოში. მისი უშუალო მოთხოვნა იყო იქნება წირვა ამასთან დაკავშირებით და იქ წირვას აღასრულებს არქიმანდრიტი სერაფიმ ეჭედია. სვეტიცხოვლის ვაჟთა მგალობელთა გუნდთან ერთად. მასში მონაწილეობას მიიღებს ასევე სხვა ქართველებიც, რომლებიც იქ იმყოფებიან იერუსალიმში და ასევე აქედან მიბრძანდებიან სხვადასხვა დელეგაცია, რომელიც ასევე მიიღოს მონაწილეობას ამ წირვაში. მსურველებს შეუძლია დაუკავშირონ დედა ნინო თალაკვაძეს, მონოზონი ნინო თალაკვაძე არის, რომელიც იმყოფება იერუსალიმში. იგი არის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იქ გაგზავნილი. სიწმინდე ხატმწერმა იაგო უგულავამ დროის მოკლე მონაკვეთში ტაძარში არსებული ფერებისა და შიდა ფასადის გათვალისწინებით შექმნა. ხატზე წმინდანისადმი სავედრებელი ლოცვა მხედრულად არის შესრულებული. ხატის შექმნის იდეა დედა ნინოსგან იყო, მონაზონი ნინო თალაკვაძისგან. და ხატი დაიწერა აღდგომის მარხვის განმავლობაში. როგორც ვიცი, ხატი ადგილს დაიკავებს, დაიჭერს შოთა რუსთაველის ფრესკის პირდაპირ სვეტზე. ხა ჯვრის მონასტერში მე ნამყოფი არა ვარ. და როცა ხატის შექმნა გადაწყდა, ფოტომასალა მოვიცი. შევისწავლეთ ის ინტერიერი. და გადავწყვეტეთ, რომ შესაბამისი ყოფილიყო ხატის ფერებიც, ამიტომ თავი შევიკავეთ ხატის ფონის მოოქროვებაზე. ოქრო მცირე რაოდენობით გამოვიყენეთ და შევეცადეთ, რომ კოლორიტში ფერში შესაბამისობაში ყოფილიყო ფრესკების ფერებთან, ტაძრის მოხატულობის ფერებთან და იმ სისადავესთან, რაც არის ტაძარში. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ხატი საბოლოოდ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დაივანებს. აღსანიშნავია, რომ 14 მაისს წმინდანის სახელზე სადღესასწაულო წირვა ქართულ ენაზე აღევლინება.